რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა თბილისი Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს გამოეხმაურა. დილიდან ზარების ნაკადია, იმ უცნობი ანტიგმირის აქციელზე ითხოვენ კომენტარს, რომელმაც თბილისში რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც პერფორმანსი მოაწყო. პირველ რიგში, დროშა რჩება დროშად, რაც არ უნდა უქნას მას შეშლილმა. ზახაროვას თქმით, რუსეთის სამართალდამცველი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. ღირსეული თამარ მეფის შთამომავლები, წერეთლების გვალის სახელოვანი წარმომადგენლებიდან და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი თავადი ბაგრატიონიდან დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარების შემგროვებელ ნიკოლოზ ცისკარიძემდე, რომლებმაც თავიანთ პროფესიებში ნამდვილ სიმაღლეებს მიაღწიეს. ქართული ღირსებით და სიამაყით საკუთარ თავს რუსეთის სამფეროვან დროშასთან აიგივებენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ და სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა აღმართეს ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრის რუსეთია დამარცხებულ რაიხსტაგზე. როცა ღმერთი კაცს პრინც არ აძლევს, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში. წერს მარია ზახაროვა, რომელიც ეხმიანება თბილისი Open Air-ზე მუსიკოს ერეკლე გეწაძის პერფორმანსს, რა დროსაც მან რუსეთის დროშას დააშარდა.